ჩვენ დიპლომებით თუ აღარ იქნება აღიარებული ამ ევროპული ორგანიზაციების მიერ, ჩვენ ვეღარ დავსახმებით ევროპულ კომპანიებში, გვექნება დაბალი ხელფასი, არასოდეს არ გვექნება ისე რა ქვია გარანტია იმისა, რომ ხელფასს დრო-დროზე გადაგვიხდიან და ჩვენი ექსპლუატირება არ მოხდება. მუშაობდი მე ერთ-ერთი სინგაპურის კომპანია იყო, რომელიც იყო საშუალო დონის კომპანია, მართალია ხელფასს დრო-დროზე იხდიდა, მაგრამ ძირითადად ექსპლუატაციას უწევდა რა ქვია მეზღვაურებს, იმიტომ რომ ისეთ საქმიანობას რომელიც გემზე თვითონ მეზღვაურებს არ ეხება და არ ევალება კონტრაქტის მიხედვით, გვაკეთებინებდა გემზე, როგორიც მაგალითად დრაიდოგში რომ უნდა გააკეთო და სერიოზული სამუშაოები რომ უნდა ჩაატარო რა. ევროპულ კომპანიებში ესეთი რაღაცები არ ხდება და თუ გემზე გააკეთებს მეზღვაურების ეკიპაჟი თუ გააკეთებს ამ საქმიანობას, დამატებით უხდიან მაგაში კურსს და სერტიფიცირებას, სამედიცინო შემოწმება და ასე შემდეგ. მეზღვაურებს უხდიან და ასევე ტრენინგში ცალკე ჩადიხარ სადაც ქალაქებში და იქ ტრენინგებს გადიხარ, ამას ყველაფერს აფინანსებენ. არის კიდე ესეთი ფენომენი, როცა მეზღვაურები სახლში არიან, ისვენებენ, მაგრამ ძირითად ხელფასს basics რასაც ვეძახით ჩვენ მეზღვაურები, იმას უხდიან მეზღვაურებს. ანუ ესეთი ევროპულ კომპანიებში არის და ჩვენ თუ გაგვიუქმებენ ამ ის რა ქვია დიპლომებს, ანუ სადღაც დავუსაქმდებით, ანუ ესეთ კომპანიები აღარ იქნება ჩვენთვის. ამიტომ ევროკავშირი გვინდა და ევროპული სტანდარტები, იქაური განვითარება, იქაური უკეთესი საცხოვრებელი პირობები და ყველაფერი, განათლება და ასე შემდეგ. არ მჭირდება მე ის რა ქვია დამპალი რუსული ჭაობი, არ მინდა არასოდეს არ მომენტომება, ანუ რატომ უნდა წავიდე რუსეთში. რა ვიცი.